მდინარე ხობის წყალში სამძებრო სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები წყალში 30 წლამდე ქალს ეძებენ. დინებამ დღეს დედა-შვილი გაიტაცა, მცირეწლოვანი მალევე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დედა წყალში შვილის დასახმარებლად შევიდა. ზუგდიდში ლანა ლატარია დაკრძალეს. ქართველი მებრძოლის შვილი ბოლო გზაზე ცოტა ხნის წინ გააცილეს. დისპანაშვიძე დასწრების უფლება მისცეს მის პატიმარ ძმასაც. დაკრძალვის ცერემონია სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც. 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა. კალმაჩულს ჯერ დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პოლიეთილენის პარკში მოათავსა. რამდენიმე თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა ვერ შეძლეს. იკამელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მას ამჯერად სასამართლოს უპატივცემულობას ედავებოდნენ, კერძოდ კი მოსამართლე თორნიკე ქოქჩიანის შეურაცხყოფას. აღნიშნულმა სასჯელმა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენის შთანთქა. მისი საპატიმრო ვადა არ გაზრდილა. პოლიტიკოსი ციხეს 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.